რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? მოგესალმებით. რაოდენ და რადგან ერთი ხელით მიწევს გადავიღო და მეორე ხელით ტარო გავშალო და დავალაგო ვარიანტები, ამ მომენტში სადაც ვარ შეუძლებელი იქნებოდა ეს ორივე ერთად გამეკეთებინა, არ მაქვს მეტი ხელი. ამიტომ მე დავსვეკითხვა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა, დავალაგე არკანები, ავიღე ტელეფონი და თქვენთან ერთად ვეზიარები ამ ინფორმაციას. მაშა სადამე და თქვენს გაზიარებთ, რა თქმა უნდა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? კონცენტრირდით შეკითხვაზე. აბა, უცებ, რომელი ვარიანტი გეძახით? ძალიან კარგი. ვიწყებ პირველი ვარიანტით. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? არკანი მეეტლე. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ თქვენ მზად ხართ. თქვენ მზად ხართ. არ ვიცი ეს როგორ შეიძლება გაიგოთ, მაგრამ მოდის ეს სიტყვები, შემზად ხარ. თქვენ მზად ხართ. თქვენი გზა, რომლისკენაც ახლა თქვენ მიდიხართ, მოგცემთ არკანი, მე-13 არკანი ტრანსფორმაცია, კვერთხების დედოფალი. გზა, რომლისკენაც თქვენ ახლა მიდიხართ, გაძლევთ პიროვნულ ძალას, პიროვნულ თავისუფლებას, იბრუნებთ საკუთარ საწყისებს, იბრუნებთ საკუთარ თავს, ამბობთ არას იქ, სადაც გინდათ რომ თქვათ, არა, ამბობთ კის იქ, სადაც გინდათ რომ თქვათ კი და მე ვხედავ აქ ადამიანს, რომელიც გარკვეული სოციალური, ემოციური, ფსიქოლოგიური, მაგიური, აბსოლუტურად შესაძლებელია, გარკვეული ჩარჩოებისგან და ბორკილებისგან თავისუფლდება. თქვენ ვერ იღებდით ამ გადაწყვეტილებას და თქვენ ახლა გეუბნებიან. თუ ფიქრობ, რომ არ გაქვთ იმის ძალა, რომ გამოხვიდეთ ამ ჩარჩოებიდან, თქვენ გეუბნებიან, თქვენ მზად ხართ, რომ გამოხვიდეთ ამ ჩარჩოებიდან, მაგრამ მე ვხედავ ადამიანს, რომ თქვენ უკვე გამოსულები ხართ ამ ჩარჩოებიდან და ეს ჩარჩო ყველასთვის სხვადასხვანაირია. გეტყვით, რომ გზა, რომელსაც თქვენ ადგახართ ან სულ მალე დაადგებით, მოიაზრებს თქვენს აბსოლუტურ პიროვნულ ტრანსფორმაციას, თქვენი ძველი იდენტობის სიკვდილს, ხო? როდესაც ადამიანში გარკვეული მდგომარეობა კვდება, იმიტომ რომ აღარანაირი სიკეთე, აღარანაირი კარგი, აღარანაირი სასარგებლო ამ ყველაფერს მისთვის არ მოაქვს და მასში იღვიძებს აბსოლუტურად ახალი მდგომარეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება ეს გზა, კი, მზად ხართ, ყველაფრისთვის მზად ხართ, ენერგიაც გაქვთ უდიდესი, შეიძლება სადღაც მომენტებში იგრძნოთ წინააღმდეგობა. მომენტებში სადღაც იგრძნოთ სისუსტე, მომენტებში შეიძლება იფიქროთ, რომ ძალა არ ყოფნის, მოდი უკან დავიხევ, არა. აქ ის მომენტია, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არის, იმიტომ რომ თქვენი ნებით თუ ნების გარეშე უკვე მომწიფდა თქვენი ცნობიერება, თქვენი სხეული, თქვენი ენერგია მომწიფდა ამ ტრანსფორმაციისთვის. აი ამ ძალიან დიდი ცვლილებებისათვის, რომელიც თქვენს დაკარგულ ნაწილს ან სრულიად მეს გაპოვნინებთ. საკუთარ თავთან დაგაბრუნებთ და ეს არის ის უსაზღურო ძალა და ენერგია, რომელიც ახლა თქვენსკენ მოიჩქარის. აი ამას მიაქციეთ ყურადღება. თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, იცოდეთ, რომ ეს ტრანსფორმაცია გარდაუვალია. მე შეიძლება რაღაც ხრივ, ხო, როდესაც რაღაც პროცესებს ვეწინააღმდეგებით, მე შეიძლება ეს კიდევ უფრო მეტად მტკინეულად გაგვატარონ. ამიტომ ხანდახან ჯობია, რომ ჩვენით დავიწყოთ მოძრაობა ამ ყველაფრისკენ. მით უმეტეს, როდესაც აი ასეთი ძალა, პოტენციალი და ასეთი ენერგია გაქვთ. მეორე ვარიანტი, თქვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? ხმლების ტუზი, ხედავთ როგორი ნებიანი და ვნებიანი არკანები ამოდის. ხმლების ტუზი, უნდა მიაქციოთ ყურადღება.
პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ თქვენს ფიქრებს, რაც თავში მოგდით. შეიძლება მოვიდეს ესეთი ფიქრი, რომ დროა ეს გავაკეთო, დროა ეს ურთიერთობა გავწყვიტო, დროა ეს გადაწყვეტილება მივიღო, დროა ავდგე შევიცვალო სამსახური. დროა რაღაცა, რაც გასაწყვეტია გაწყდეს, ხო, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. და მე შემიძლია გითხრათ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მიაქციეთ ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან ინტენსიურად გამოდიან და გამოვლენ თქვენთან კონტაქტზე. ვინ ვის usmens და ვინ ვისი და რისი მფარველობის ქვეშ არის, ხო? აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს იყოს თქვენი წინაპრები, თქვენი საგვარეულო ხე. შეიძლება მოვიდეს სიზმარში კონკრეტული წინაპარი, კონკრეტული გარდაცვლილი ადამიანი და მიაქციეთ ამ ნიშნებს ყურადღება. ხედავთ ნიშნებზე ვისაუბრე და ყეფაც ისმის, ხო? თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება ნიშნებს სამყაროსგან. იმიტომ რომ თქვენთან მუდმივად იქნებიან კონტაქტზე, ეს პერიოდი იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ. ვიღაცა საიდან გაძლევთ ნიშანს, ვიღაცა უბრალოდ გაიარა რაღაცა ინფორმაცია მოგცათ, დააკავშირეთ. საჯარო გაშლას მოусმინეთ, რაღაცას დააკავშირეთ. სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება ძალიან. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენთან კონტაქტზე გამოდიან. თქვენთან კონტაქტზე გამოდიან. მღერიან იქით. ხდებით, როდესაც ცხოველი ასე იწყებს ხმულს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინფორმაციას ადასტურებს დედაბუნება, ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად სამყარო. თქვენთან კონტაქტზე გამოდიან. ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის თუ კოლეგები მისმენთ ახალი ინფორმაციის, ახალი ფაილების ჩატვირთვას, რასაც ვეძახით, ხო, ახალი ინფორმაცია გაიხსნება თქვენთვის. შეიძლება იყოს კონკრეტული ინიციაცია კონკრეტულ ტრადიციაში. ახალი ინფორმაცია, ახალი ენერგია, რომელსაც აქამდე არ იცნობდით და ჩათვლიან, რომ მზად ხართ ამ ყველაფერს, ამ ძალის, ამ ენერგიის, ამ კონკრეტული ვიბრაციების მისაღებად და ამას გაზიარებენ. მაგრამ ძირითადად ის მსმენელი, რომელსაც აინტერესებს თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ეს არის ნიშნებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება საერთოდ არსაიდან მოვიდეს რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია. არსაიდან თქვენთვის უჩვეულო ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე. არსაიდან უჩვეულო ნიშნები მოისმინოთ, უჩვეულო ნიშნები მოვიდეს თქვენთან. ქურუმი, ძალიან მაგიური არკანებია. თქვენ სამყარო გესაუბრებათ. და მთელი ეს ნიშნები არის დაკავშირებული იმასთან, რომ დროა რაღაც შეიცვალოს. დამთავრდეს ძველი და დაიწყოს ახალი. ეს არის ახალი მაგიური საფეხური, ეს არის ახალი სამსახური, ახალი რეალობა, დასრულებული ურთიერთობა და ვთქვათ, ან ტრანსფორმირებული ურთიერთობა, სადაც უკვე ძველი აღარ განიჭებთ ბედნიერებას და იცვლება ფორმატი, იცვლება ურთიერთობა, იცვლება დამოკიდებულება და იცვლება ყველაფერი. და მარტო არ იქნებით თამაში. სამყარო თქვენთან არის. სამყარო თქვენთან არის და ის მუდმივად გიკარნახებთ ნიშნებით და სიზმრებით ამ ყველაფერს. მიაქციეთ ყურადღება. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.